განათლების სისტემა კატასტროფის წინაშე დგას, უბრალოდ აი შევცურეთ ამ კატასტროფის არის ასეთი ფილმი მახსოვს იდეალური ღელვა ხო ზღვაში Ideal Storm ხო აი ეს დიდი ფაქტიურად ცუნამის წინაშე ვდგავართ ეხლა რას გულისხმობ ამაში ძალიან დიდი ხანია ესეთი ვთქვათ თავისებური აზროვნების ხალხი ყველგან ყველა ქვეყანაში არსებობს ზოგი ვთქვათ რაღაც სექტაში ერთიანდება ზოგი ვთქვათ რელიგიურ სექტაში ზოგი ხო აი მაგალითად მეფე ნარიმანი ახსენეთ და ყავს თავისი მრევლი და არიან მაგრამ ეს არ არის ვთქვათ სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული განათლების სისტემის მიერ აკრედიტებული ხო და როდესაც ვთქვათ კრიტერიუმები ვთქვათ, რა პროგრამა იმუშავებს, რა უნივერსიტეტი იმუშავებს, არ არის გამჭვირვალე და ირაციონალურ გადაწყვეტილებების მიღების მომსწრეები, შემსწრეები ხვდებით, აი ეს განგაშის სიგნალს რთავს თუ უნივერსიტეტები არ მონაწილეობენ თავისი მუშაობის თავისი ასე ვთქვათ სწავლების პროცესის დაგეგმვის საქმეში თუ რაღაცა მისტიური ასევე რაღაცა ბაზრის კვლევა არსებობს მართლა არ ვიცით დაწუნებული არა ვართ რომ არსებობს და ამ მისტიური ბაზრის კვლევაზე დაფუძნებით ხდება რომელი ბაზრის კვლევა არის რომელიც ვთქვათ აი ესეთ ეზოთერიულ დაკვეთას ასე ვთქვათ პასუხობს. ივანიშვილის კვლევა ეგ. ხო, ნუ მაგრამ მეორე მხრივ ვთქვათ, თუ საერთაშორისო რეიტინგი არ მიიღება მხედველობაში, თუ ქვეყნისათვის აი პირდაპირ როგორ ვთქვა, სასიცოცხლოდ საჭირო პროფესიები ფაქტიურად ქვეითდება რაოდენობა მისაღების სტუდენტების, ახლა 30 სტუდენტამდე შეამცირეს სოციოლოგიის სტუდენტთა მიღება და ეს კატასტროფა არის დარგისთვის. თუ ვთქვათ, ალბათ ვიტყვი მაინც რამდენადაც ვთქვათ, მიმიძღვის რაღაცა წვლილი ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის შექმნაზე. ფსიქიკური ჯანმრთელობა სწორედ ის პროფესია არის, რომელიც ძალიან გვჭირდება საქართველოში. იმიტომ რომ იქ, სადაც სიღარიბის მაჩვენებელი მაღალია და იქ, სადაც მუდმივი, ასე ვთქვათ, გაყინული კონფლიქტებია, საზოგადოება ფრაგმენტირებულია, წარსულის ტრავმა მუშაობს, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. იქ ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამის გაუქმება, რომელიც არის თანამედროვე მაღალი ხარისხის სტანდარტებით შექმნილი და ისეთი პროგრამაა, რომ ნებისმიერი უნივერსიტეტი ცივილიზებულ ქვეყანაში იამაყებდა ამ პროგრამით, უქმდება რა კრიტერიუმით გაუგებარია ბაზრის კვლევა მაჩვენა რომ ჩვენ როგორ როცა მოსახლეობის 30%-ზე მეტს გავრცელებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, როგორ ბაზრის კვლევა მარაჩვენა რომ სპეციალისტები გვჭირდება? მოკლედ, ამიტომ გვეპარება ეჭვი რომ არსებობს თუ არა ეს კვლევა. ანუ იქ სადაც ვთქვათ უნივერსიტეტს აღარ აქვს უფლება რომ თავისი სტრატეგია გადაწყვიტოს ის თუ როგორ ასწავლოს, რა ასწავლოს და თანამედროვე ასე ვთქვათ სტანდარტებზე, განათლების ხარისხის სტანდარტებზე დაყრდნობით, თანამედროვე მტკიცებულებაზე, სამეცნიერო მტკიცებულებაზე დაყრდნობით, ეხლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ძლიერი მხარე რა არის? ძალიან ინტეგრირებული ვართ საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში. ფაქტიურად თანამშრომლობის პროექტები, რაც არსებობს ილიას უნივერსიტეტი 20 წლის ავხდებით, აი ამ 20 წლის მანძილზე კოლოსალური შრომა ჩატარდა იმისათვის, რომ ინტეგრირებული ყოფილიყავით საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში. რეიტინგებში ჩვენ, ასე ვთქვათ, საერთაშორისო რეიტინგებში ვართ ძალიან, ასე ვთქვათ, რეგიონის ლიდერები ვართ. ზუსტი მეცნიერებებით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით, სოციალური მეცნიერებებით და თუ აი ამას არაფერს ხარისხს თუ ყურადღება არ ექცევა,
არ ექცევა ყურადღება საერთაშორისო აღიარებას, არ ექცევა ყურადღება უნიკალურ პროგრამებს, რომელიც ჩვენი მოსახლეობისთვის საჭიროა. მე ერთი დავასახელე უბრალოდ და ფაქტიურად ვიკა მართალი ბრძანდებით 7%-ს გვიტოვებენ მარტო იმისა, რასაც მუშაობდით. ესე იგი 93% ჩვენი, ასე ვთქვათ, უქმდება. ეს გაუქმება გაუგებარი, ირაციონალური, ქვეყნისათვის დამაზიანებელი. კიდე ერთი მომენტია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ასე ვთქვათ, პოლიტექნიკურ ინსტიტუტს და ჯავახიშვილის სახელობის ინსტიტუტს ეზრდება სტუდენტების რაოდენობა, მთლიანად ქვეყანაში 6500-ით მცირდება სტუდენტების რაოდენობა, რაც ნიშნავს, რომ მოწოდება უმაღლესი განათლების საშუალებების იქნება ნაკლები, ვიდრე მოთხოვნა არის ქვეყანაში. და აი კიდე ერთი რაღაცის თქმა მინდა, უკანასკნელი წლების კვლევები აჩვენებს, რომ არათუ განათლების თვალსაზრისით და ქვეყნის წინსვლის და განვითარების თვალსაზრისით, კრიმინალთან, ასე ვთქვათ, კრიმინალთან ბრძოლის თვალსაზრისით, განათლების სისტემაში ახალგაზრდების შესვლა და დაყოვნება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრევენციული გზა. სკოლაში, ასე ვთქვათ, დამაგრება ბავშვის და მერე უმაღლეს სასწავლებელში და ჩვენ არათუ ვაყოვნებთ, არამედ ჩვენ, ასე ვთქვათ, საშუალებებს ვსპობთ, ხელმისაწვდომობას ვაქვეითებთ აი ამ დეფორმით. ისე რომ ბევრი რამის თქმა შეიძლება უბრალოდ რა ვიცი რატომღაც დღეს შევამჩნიე რომ არის ძალიან დღეს რა დიდი ხანია უკვე ილია-უნის წინააღმდეგ არის როგორც ვიკამ თქვა დასაწყისი გარკვეული საინფორმაციო კამპანია და დღეს ძალიან გააქტიურდნენ აი ასე ვთქვათ პროპაგანდისტები მაგალითად უკვე ნახეთ სოციალურ ქსელებში ბევრჯერ ითქვა რომ ძალიან პოლიტიკურიაო ილია-უნი და მოკლედ აი მასში გვადანაშაულებენ ბოლოს პოლიტიკოსებმაც მოამიაყოლეს რომ ეს პოლიტიკური პლატფორმა აქვს როგორც ჩანს რაღაც პროტესტს გვიპირებენ ნუ ვაპირებთ პროტესტს იმიტომ რომ უსამართლო გადაწყვეტილების წინაშე ვდგევართ და ვაპირებთ რასაკვირველია პროტესტს და მინდა ვთქვა რომ ჯერ კიდე არისტოტელემ თქვა რომ ადამიანი პოლიტიკური არსებაა, პოლიტიკური ცხოველია, ხო? და რას ნიშნავს რომ ადამიანი პოლიტიკური ცხოველია? ის ერთიანდება სხვა ადამიანებთან ბედნიერებისთვის. სხვა შორის არისტოტელეს განმარტება ეს არის. ბედნიერებისთვის ერთიანდება სხვა ადამიანებთან და იმაში დადანაშაულება რომ ჩვენ ვერთიანდებით და გვინდა რომ ქვეყანას კარგი საქმე გავუკეთოთ, ვემსახუროთ და გვინდა რომ ეს უროთი არ დაგვინგრიოს არავინ თუ ეს არის აბა სხვა შორის არისტოტელესა კიდე მინდა მოვიყვანო როგორც ჩანს მის პოლიტიკაში გვადანაშაულებს არიციან ეს ანტიკური ფილოსოფია რა დროს ანტიკური ფილოსოფია, მაგრამ მაინც ხო, საქმე იმაშია რომ ამბობდა რომ თუ ადამიანი არ არის პოლიტიკური ცხოველი და გაერთიანებული თავის თემთან და არ ცდილობს რომ ცხოვრება გახადოს უფრო ლამაზი, კარგი, ბედნიერი, მაშინ ის არის ფაქტიურად ცალკე მფრინავი, განდეგილი, გარიყული ჩიტი, რომელიც არაფერს არ გებს.